რჩევების დროა, წინა გამოცდილების გადააზრების დროა, ახალი გადაწყვეტილებების მიღების დროა და გადავწყვიტე ერთი ვიდეო შემოგთავაზოთ ასეთი სათაურით, თუ პატივისცემა გინდა, მოეშვი ამ ჩვევებს. ანუ რა ჩვევებს უნდა მოეშვათ? ეს ჩვევები ძირითადად დაკავშირებულია მაამებლობთან, რომ გვინდა რომ სხვებს ვასიამოვნოთ და მოკლედ მაამებლობას უნდა მოვეშვათ, თუ გვინდა რომ პატივისცემა დავიმსახუროთ. პატივისცემის დამსახურება ყველას უნდა, ადამიანი არის სოციალური არსება, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემომცველების აზრი. ის რომ პატივს გვცემდნენ, ანგარიშს გვიწევდნენ როგორც სამსახურში, ისე ნებისმიერ სხვა სოციუმში. მაგრამ მე აქცენტს რა თქმა უნდა სამსახურზე გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში პირველ რიგში როგორც ბიზნეს ტრენერები, ხო? მეორე მხრივ პატივისცემა თავისთავად არ მოდის და პატივისცემას უნდა დამსახურება. თანაც საქმით უნდა დამსახურება. ადამიანები გაკვირდებიან და ნათქვამია რომ ყველას ისეთი ცხოვრება აქვს, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელიო, ხო? თქვენ თუ რაღაცეები არ მოგწონთ თქვენ მიმართ დამოკიდებულებაში, შეიძლება თქვენ ასწავლეთ ამ ხალხს, შეიძლება თქვენ გამოიწვიეთ ეს რაღაცნაირად, აი ამ ქცევებით და კვლევაზე დაფუძნებით, მინდა გაგიზიაროთ 8 ქცევა, რომელიც არის დამაზიანებელი თქვენთვის და რომელსაც თქვენ თუ შეამჩნევთ თქვენ თავს ამ ქცევებს, ეს შეიძლება აზიანებდეს სხვების პატივისცემას თქვენს მიმართ და ამ ჩვევებზე უარის თქმა დაგეხმარებათ, რომ მეტად დაიმსახუროთ პატივისცემა, ანგარიშ გაწევა და ასე შემდეგ. ჯერ უბრალოდ ჩამოვთვლი ამ 8 ქცევას. ეს არის ყველაფერზე დათანხმება, მუდმივი მობოდიშება, აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება, მესამე, ზედმეტი დაპირებების გაცემა, მეოთხე, საკუთარ თავზე ნაკლები ზრუნვა, მეხუთე, შექების მუდმივი ძიება, სხვებისგან ქების, მეექვსე, კონფრონტაციისგან გაქცევა, მეშვიდე და საკუთარი ოცნებების უგულებელყოფა. ეხლა ჩაუღრმავდეთ თითოეულ ამათგანს და დაუფიქრდეთ, ხო? მანამდე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს, თქვენ შეამჩნევდით, რომ ჩვენ ვიდეოები YouTube-ში რეკლამით არ არის დატვირთული და კლასიკური გაგებით სპონსორები არ გვყავს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ყველა ვიდეოს სპონსორები, მათ შორის ამ ვიდეოს, არიან ის კომპანიები და ადამიანები, ვინც გვიკვეთავენ და იღებენ მონაწილეობას ჩვენ ტრეინინგებში. ანუ სწორედ თქვენგან მიღებული რესურსი, ჩვენ დამკვეთებისგან მიღებული რესურსი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ შევქმნათ უფასო და ხარისხიანი ვიდეო მასალა, რისთვისაც დიდი მადლობა გეკუთვნით. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საიტზე, ჩვენ საიტზე flowmaster.g. დაუბრუნდეთ მავნე 8 მავნე ჩვევას, რომელიც დაკავშირებული არის მაამებლობასთან, იმასთან, რომ გვინდა რომ სხვებს ვასიამოვნოთ და საბოლოო ჯამში ვიღებთ უარეს დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში. და პირველი არის ყველაფერზე დათანხმება. დამეხმარები საქმეში, კი ბატონო, დარჩები გვიან ჩემთან ერთად, კი ბატონო, წამომყვები, კი ბატონო, ამას გააკეთებ, კი ბატონო, ყველაფერზე დათანხმება. არაფრით არ შეიძლება ხალხო და ეს ჩვენი სოციალური ცხოვრებიდან ვიცით და სამსახურში ზუსტად ეს წესი მოქმედებს, რომ თქვენ უნდა პატივისცეთ საკუთარ თავს, პატივისცეთ საზღურებს, სამსახურებრივ საზღურებს, პროფესიულ საზღურებს, ადამიანურ საზღურებს და არ შეიძლება ყველაფერზე დათანხმება. ვიდეოც გვაქვს ასეთი, ქვია პროდუქტიული ადამიანის მთავარი სიტყვა და ეს მთავარი სიტყვა არის არა. ვერ შევძლებ, არ გამომივა, არ მცალია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ შეგიმჩნევია თქვენი თავი, რომ ყველაფერზე დათანხმებულ ხართ, სწრაფად ეთანხმებით, მოკლედ ეს გაგიფუჭებთ რეპუტაციას და გაგხდით, რა ვთქვათ, პროფესიულ დაბალღობედ, რაც ძალიან ცუდი ამბავია, ხო? როგორ მოვერიოთ ამ მავნე ჩვევებს, ამაზე ვიდეოს ბოლო ნაწილში რჩევებს, კონკრეტულ რჩევებს მოგცემთ. მეორე დამაზიანებელი ჩვევა და ქცევა არის მუდმივი მობოდიშება და თვით დაკნინება. ამასწინად რაღაც ღონისძიება გქონდა, ადამიანი გამოვიდა და ესეც საკმაოდ გავრცელებული, ამაზეც გვაქვს ვიდეო და ბევრ დროს არ წაგართმევთ, ვიცი რომ დაღლილები ხარ და ასე შემდეგ. ეს არის თვით დამაკნინებელი კომუნიკაცია, რომელიც არაფრით არ შეიძლება. ბოდიში რო გაწუხებთ, დროს ხო არ ცუდ დროს ხო არ გირეკავთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ არ შეიძლება მუდმივი მობოდიშება, იმიტომ რომ ადამიანის ტვინში თქვენ ნერგავთ აზრს, რომ საბოდიშოა, რომ რაღაცა დროს ართმევთ, რომ აცდენთ და ასე შემდეგ. არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება, ხო? თქვენ უნდა გადაეჩვიოთ მუდმივ მობოდიშებას, უნდა გადაეჩვიოთ თვით დამაკნინებელ საუბარს.
მესამე მავნე ჩვევა არის აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება. Რაღაცა ითქვა, შენ არ ეთანხმებოდი ამას, მაგრამ თავი შეიკავე. და ამბობ, რომ ჩემთვის შევინახავ, მე რა ვის რაში აინტერესებს ჩემი მოსაზრება და ასე შემდეგ. შენ თუ გიცნობე როგორც ხმის ამომღები არ ახარ, ეს კარგით არ დამთავრდება. ამიტომ როცა აზრი გაქვთ, თქვენ უნდა პროფესიულ გარემოში განსაკუთრებით უნდა შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. კულტურულად, ზრდილობიანად, კოლეგიალურად, მაგრამ თქვენი აზრი უნდა გამოხატოთ. არ შეიძლება გაჩვენება, არ შეიძლება რომ ხმის ამომღები არ იყო. ამას წინათ ქონდა საუბარი ადამიანთან, რომელმაც აღწერა რაღაცა უსამართლობა სამსახურში და მერე შენ რა გააკეთე მეთქი და არაფერიც არ ხმა არ ამოვიღეო და ეს არის სერიოზული პრობლემა და სერიოზულად დააზიანებს თქვენ რეპუტაციას თუ ჩათვალა ვიღაცამ რომ ხმის ამომღები არ ახართ. მერე ნახეთ უსამართლობა, მერე ნახეთ თქვენი იდეების მითვისება და შავზე თეთრის საუბარი. ზედმეტი დაპირებების გაცემა არის მეოთხე მავნე ჩვევა, ისე ყველაფერზე დათანხმებასთან კავშირშია და მეორე მხრივ ის ვიღაცამ გთხოვათ და დაეთანხმე და ეს თქვენი ნებით გასცემთ ზედმეტ დაპირებებს. მაგალითად თანამშრომელი აკყავთ სამსახურში და ეუბნებით რომ დაწინაურებაც იქნება, ისიც იქნება, დამატებითი ანაზღაურება და ასე შემდეგ. ვინ გეხვეწება? ნუ შეეჩვევით ზედმეტი დაპირებების გაცემას. ჯობია შენ გარანტირებული გქონდეს ის რაღაცა და მერე დაპირდე ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ დღეს როცა პირდებით ფიქრობთ რომ გცალიათ, მერე უკვე როცა გასაკეთებელი იქნება ეს ყველაფერი შეიძლება აღარ გეცალოთ. ამიტომ დააკვირდით ხომარ შემოგეპარათ ზედმეტი დაპირებების გაცემის მავნე ჩვევა. მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი არის საკუთარ თავზე ნაკლები ზრუნვა. რაღაცნაირად ჩვენი სოციალური სტანდარტი და აღზრდის კულტურა გვეუბნება რომ სულ სხვებისთვის ყველაფერი შენ თავზე არ უნდა იზრუნო, თითქოს სხვებზე უნდა. სხვების დაწინაურებას, სხვების წარმატებას, სხვების დასვენებას და ასე შემდეგ. არ არის ესე. თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენ თავს. ყველაზე მთავარი ვინც თქვენ ჩაგბარდათ ამ ცხოვრებაში არის თქვენი საკუთარი თავი, თქვენი ჯანმრთელობა, ფიზიოლოგიური, მენტალური ჯანმრთელობა, თქვენი ოჯახი და ახლობლები. ამიტომ თქვენ თავზე უნდა იზრუნოთ. უნდა თქვენი საჭიროებების პატივისცემა ისწავლოთ, ამაზეც ბევრ სხვა ვიდეოში გვილაპარაკია, რომ შენი თავი უნდა გიყვარდეს და შენი თავი უნდა დააფასო. შენ თუ შენ თავს არ დააფასებ, არც სხვები დაგაფასებენ, ხო? ამიტომ უნდა გადავეჩვიოთ საკუთარ თავზე ნაკლებ ზრუნვას, უნდა გადავეჩვიოთ საკუთარი თავის უკანა პლანზე გადაწევას. შემდეგი მავნე ჩვევა არის შექების მუდმივი ძიება. ხო კარგია, ხო მოგეწონათ, ხო ის არის, არ შეიძლება, ანუ ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ შენ თვითონ შეგიძლია შენი ნაშრომის შეფასება. არ შეიძლება, რომ სრულად იყო დამოკიდებული სხვების შეფასებაზე. იმიტომ რომ ამას ბოროტად გამოიყენებენ და ნეგატიურად გამოიყენებენ ადამიანები და თქვენ თუ იქნებით შეფასების და თავზე ხელის გადასმის მაძიებელი, ეს რეპუტაცია აუცილებლად დაგაზიანებთ. კონფრონტაციისგან გაქცევა. როცა საჩხუბარია, უნდა ვიჩხუბოთ, ხო? ჩხუბში მუშტიკრივს არ გულისხმობ და შეურაცხყოფას არ გულისხმობ. როცა კონფრონტაციაა, როცა კონფლიქტია, უნდა ვიცოდეთ როგორ შევიდეთ კონფლიქტში და როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი. კონფლიქტისგან გაქცევა მხოლოდ დაგვაზიანებს ჩვენ პოზიციებს დააზიანებს, ჩვენ რეპუტაციას დააზიანებს. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც გაცილებით მეც მიაღწევდა თავის პროფესიულ ცხოვრებაში, რო არ ეშინოდეს კონფლიქტის და კონფრონტაციის. ამ მავნე ჩვევასაც უნდა გადაეჩვიოთ, როგორ ამაზე რჩევები გვექნება ვიდეოს ბოლოში. და საკუთარი ოცნებების უგულებელყოფა. ეს საკუთარ თავზე ნაკლებ ზრუნვასთანაც არის კავშირში, მაგრამ მერვე არის, რომ ვინც თავის ოცნებას არ ემსახურებაო, იქნება გამოყენებული სხვების ოცნების გასახორციელებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ზუსტად იცოდეთ რა გინდათ, ზუსტად იცოდეთ რისი მიღწევა გინდა და სხვებსაც გაუზიაროთ ეს თქვენი ოცნებები და თქვენი მისწრაფებები და ყველაფერი გააკეთოთ, რომ თქვენი დრო და ენერგია დაიხარჯოს სწორედ თქვენი ოცნებების მიმართულებით. ეხლა პრაქტიკულად როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ხო? პირველ რიგში გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა და გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჩვენ ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს და ჩვენც და YouTube-იც თქვენი ლაიქებით, თქვენი კომენტარებით, თქვენი subscription-ებით, გამოწერებით, ხვდებით, როგორი ვიდეოები მოგწონთ, რომ მომავალში მეტი ასეთი ვიდეო შემოგთავაზოთ.
ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად ამ მავნე ჩვევებთან დაკავშირებით? დაიწყეთ აღწერით და დაკვირვებით. პირველ რიგში დააკვირდით ამ 8 მავნე ჩვევიდან რომელი მავნე ჩვევები გახასიათებთ მეტად და რომელი ნაკლებად. შეიძლება დღიურიც აწარმოოთ და დაწეროთ ხოლმე, რომელი ეს მაამებლური მავნე ჩვევები უფრო მეტად გახასიათებთ. ყოველდღიური ჩაწერისას თქვენ შეიძლება ისე მიჩვეული ხართ ამ ჩვევებს ისე აკეთებთ, რომ ვერც კი ამჩნევდეთ. სხვებიც დაიხმარეთ. კითხეთ თქვენ მეგობრებს, კითხეთ კოლეგებს, კითხეთ მენეჯერებს, კითხეთ თანამშრომლებს, აი ამ 8 ქცევიდან რომელი გახასიათებთ და რაც მეტ უკავშირს მიიღებთ, მით უკეთესი იქნება. შეეცადეთ დაფიქრდეთ, სანამ იმოქმედეთ, დაფიქრდეთ, ამას ხო არ აკეთებთ და ცოტა დრო დაიყვანოთ. იმის ნაცვლად მაგალითად, რომ დათანხმდეთ უფროს იქვე, მაშინვე უთხარით, რომ დაფიქრდებით და გადახედეთ ამ სიას, დაფიქრდით, რამდენად ხელსაყრელი იქნება თქვენთვის რაღაცა დაპირების გაცემა ან რაღაც საქმის აღება, ხო? დაიწყეთ თქვენი ინტერესების დაპრიორიტეტება და თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილება. ყოველდღიურად შეეცადეთ, რომ დაფიქრდეთ ამაზე, რამდენად თქვენი თავისთვის სასარგებლოდ გაატარეთ ეს დღე და არა მარტო სხვებისთვის სასარგებლოდ. სხვების საჭიროება მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენი საჭიროებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში თქვენ თუ გახდებით უფრო მეტად საკუთარ საჭიროებებზე ორიენტირებული და ეს თუ ვიღაცაებს არ მოეწონებათ, არ ყოფილა ხალხო ეს ხალხი თქვენი კეთილის მოსურნე. იმათაც, ვინც თქვენკენ არის, უნდა უნდოდეთ, რომ თქვენ იყოთ კარგად და საქმეც კარგად გამოვიდეს. ვისაც უნდა რომ საქმე გამოვიდეს და თქვენ არ უნდა რომ კარგად იყოთ, ის თქვენი მეგობარი არ არის და მათი აზრის და დარიგების გათვალისწინება თქვენ ინტერესებში არ არის. დაფიქრდით, ადვილი არ არის, ჩვეულება ჯულზე უმტკიცებსია ამბობენ, მაგრამ შესაძლებელია, რომ ნელ-ნელა დაკვირვებით და ყურადღებით მოახერხოთ თქვენი ქცევის შეცვლა უკეთესობისკენ. სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.